მოგესალმებით, სტუდიარე და პალიტრატივი გთავაზობთ მორი გადაცემას ციკლიდან, რომელსაც სტუდიარე ახორციელებს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით და ჩვენ აი ამ ციკლის ეგიდით ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებლად აქტუალური გახდება ევროინტეგრაციის პროცესში თუ არ არის უკვე გამხდარი აქტუალური და ის ვალდებულებები, რომელიც გაუჩნდება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ და რამდენად შეძლებს ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო აი ამ ვალდებულებების შესრულებას. სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი ციკლი, რომლის მეორე გადაცემას დღეს გთავაზობთ ენერგეტიკის საკითხებზე. ჩვენ ვისაუბრებთ ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაზე, განახლებად ენერგიის წყაროებზე, ენერგეტიკულ კავშირზე, რომელშიც უნდა გაერთიანდეს საქართველო და ეს რა ტიპის ვალდებულებებს უჩენს ჩვენ სახელმწიფოს. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებთან. წარმოგიდგენთ ირაკლი მაჭარაშვილს, მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელია ბატონი ირაკლი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ბორის იაროშევიჩი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ბატონი მურმან მარგველაშვილი, კვლევითი ორგანიზაციის მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის ხელმძღვანელი, ასევე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან იმყოფებით და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვიწყებთ საუბარს. ქალბატონ მარიამ, ალბათ, როდესაც ენერგეტიკაზე მით უმეტეს ამ დღეებში ვიწყებთ საუბარს, მომენტალურად გვახსენდება აი ის ვითარება, რომელიც შეიქმნა მშენებარე ერთ-ერთი ჰესის, დარიელი ჰესის გარშემო ბოლო დღეებში, როდესაც იქ საკმაოდ დრამატული ვითარება განვითარდა, როგორც კლიმატური, ეკოლოგიური, რომელიც გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლიც. რამდენად მნიშვნელოვანია აი ასეთი ჰესების მშენებლობა ერთი მხრივ სახელმწიფოსთვის და მეორე მხრივ რამდენად ესადაგება იმ განაცხადს, რომელსაც საქართველო აკეთებს ევროკავშირთან ასოცირების დროს აი იმ პათოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ აქტუალური თემა არის და ეს არაერთხელ ყოფილა განცხადებული, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულება სწორედაც ადგილობრივი რესურსების ათვისება გახლავთ და რა არის ეს ადგილობრივი რესურსი? დღევანდელი მდგომარეობით ეს ჰიდრორესურსები არის, რომელიც ასე ვთქვათ ტრადიციულად საქართველოში ეტაპობრივად გამოყენებული იყო, ათვისებული იყო, მაგრამ კიდევ არის დარჩენილი და რეალურად მომავალი ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნები, ამაღლების მიზნებისთვის იქნება თუ თუნდაც ექსპორტის გაზრდის მიზნებისთვის, სწორედ ეს რესურსი არის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს. რაც შეეხება აი ამ პოლიტიკის თავსებადობას, ვთქვათ, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, ან იგივე ევროკავშირის პოლიტიკასთან, ენერგეტიკულ პოლიტიკასთან წინააღმდეგობა ნამდვილად არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკის ის ელემენტები, რომელსაც იზდევს თავის განვითარების სტრატეგიაში, მაგრამ ბუნებრივი არის მისი განხორციელების გარკვეული ხედვები, სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს დაცული. ანუ პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად თავსებადობა არის, როდესაც ქვეყანა იღწვის ადგილობრივი რესურსის ათვისებისკენ, მაგრამ არის წესები, თუ რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ეს და სწორედ აი ამ ნაწილში უკვე იქნება ის შემხებლობა ასე ვთქვათ ევროკავშირის დირექტივებთან, რომელიც როგორც ენერგეტიკის სფეროში გარკვეულწილად არის მოლაპარაკებული და ამ ეტაპზეც მოლაპარაკების ეტაპზე და ასევე გარემოს დაცვის და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით ისიც დასახული იქნება გარკვეულ დირექტივაში. ასე რომ თავსებადობის ხარისხი გადაწყვეტილებასთან პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად პოზიტიური არის და მისაღები არის. დირექტივების ნაწილში და კონკრეტული სტანდარტების ნაწილში ამაზე მოლაპარაკება მიდის და გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს აღებული შესრულების თვალსაზრისით გააჩნია. ბატონო ბორის, ეს ვალდებულებები, რომელსაც იღებს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სურვილი
რომ მიუახლოვდეს ევროკავშირს, არის ექსკლუზიურად მისი გადასაწყვეტი, თუ აქ უნდა მოხდეს რაღაცა ფორმით შეთანხმება ამ სტანდარტების, რასაც საუბრობდა ქაბატონი მარიამი. რამდენად მისაღებია, რამდენად მართებულად მიაჩნიათ ენერგეტიკულ გაერთიანებებში და უშუალოდ ასეთი მიდგომა თუნდაც დიდი ჰესების მშენებლობის ან სხვა ენერგეტიკული რესურსის გამოყენებისა, როგორცაც დაუშვათ საქართველოს დღეს აკეთებს. That's a big question. ეს საკმაოდ სერიოზული კითხვაა. თქვენ ახსენეთ ის შემთხვევა, რომელიც მოხდა სტეფან წმინდასთან ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის ექსპერტი ერთი კვირით იყო ჩასული იქ, სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს მოწვევით და ეს მეწყერი აბსოლუტურად არ არის კავშირში ჰიდროელექტროსადგურთან, რომელიც არის იგივე ხეობაში. ეს არის ძალიან მძიმე ბუნებრივი კატასტროფა ნებისმიერი სტანდარტით, მაგრამ ის არანაირ კავშირში არ არის უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურთან. როგორც მოგეხსენებათ, თავადაც ახსენეთ ეს დასაწყისში, საქართველოს და ევროკავშირი ხელს მოაწერენ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იქნება 27 ივნისს და ამ ფორმატში შედის სწორედ ამ ხელშეკრულების ფორმატში შედის სწორედ ენერგო უსაფრთხოების ხელშეკრულებაში გაწევრიანებაც. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიიღებს ევროკავშირის კანონმდებლობას ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ ამავდროულად საქართველოს უნდა განავითაროს შესაბამისი ინსტიტუტებიც, მაგალითად ინსტიტუტები, რომლებიც მოახდენენ რეგულირებას ბაზრის ამ სექტორში. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა გაზისთვის, მაგალითად სამხრეთ კორიდორი მოგახსენებათ. საქართველოს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მწარმოებელი ელექტროობის და ძალიან მალე დაკავშირებული იქნება სხვა ქსელებთან, აზერბაიჯანის, სომხეთის, შესაძლოა ირანთანაც. ასე რომ საქართველოს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როლის პატრონი ამ მიმართულებით და მას აქვს ეს სურვილი და ვალდებულება, რომ შეუერთდეს ენერგო თანამეგობრობას. ეს რა თქმა უნდა მოლაპარაკების საგანია, სამინისტროს ეს ჩვენზე უკეთესად მოეხსენება, რა არის პოზიცია ამ საკითხზე, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოს იკისრა გარკვეული რაოდენობის ევრო დირექტივების, ევრო სტანდარტების გადმოღება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ენერგო თანამეგობრობაზე, რა თქმა უნდა საქართველოს არ აქვს უშუალო საზღვაო ენერგო თანამეგობრობის ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა და საქართველოს გაწევრიანება ამ ხელშეკრულებაში ძირითადად აქცენტირებული იქნება შიდა ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი კონკურენციის სფეროზე, მარეგულირების სფეროზე, მონოპოლიების დაძლევის მიმართულებით და როცა საქმე ეხება ჰიდროელექტროსადგურებს, რა თქმა უნდა ეს საქართველოს შიდა განხილვის საგანია, ეს ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს ამაში, ეს ეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი, ყოველ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს თავად აქვს სრული თავისუფლება თავად აირჩიოს რა ენერგიის წყაროს გამოიყენებს მაქსიმალურად, ეს იქნება გაზი, წყალი თუ ატომური ენერგია, მაგრამ რა თქმა უნდა არის გარკვეული თანხმედრები აუცილებელი სტრატეგიულ ხედვებში, მაგალითად როცა საუბარია ჰიდროელექტროენერგიის გამოყენებაზე, სადგურების მშენებლობაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ ქვეყნის სტრატეგიას და ასევე ზოგადად გარემოს დაცვის პრინციპებს. In the field of environment and probably we'll come back to that topic later. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, მიდგომა, რომ საქართველოს თვითონ განსაზღვრავს თავის ენერგეტიკულ პოლიტიკას, როგორ მოახდენს დივერსიფიცირებას, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი რომელი წყარო ენერგიის. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმ ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელსაც ამზადებს ევროკავშირთან საქართველოს. არის თუ არა რაიმე ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენი აზრით შეიძლება იყოს აი ამ ხელშეკრულების აუცილებელი კომპონენტი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება უფრო მეტად იყოს დაცული ქვეყანაში. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ეს არის არსებობდეს ქვეყანაში პოლიტიკური ნება ამ ხელშეკრულების ხელმოწერის და შემდეგ იმისი განხორციელების. იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები, არ უნდა შევხედოთ თქვათ სიტყვაზე ენერგეტიკის სექტორს, რაღა ეხლა შევხედოთ განყენებულ სექტორს და ის უნდა განვიხილოთ სხვა სექტორებთან ერთად. თქვენ მაგალითად ეხლა ახსენეთ დარიალში მომხდარი ტრაგედია. პრობლემა რაში იყო? ზუსტად ის პრობლემა ეს რასაც წარმოქმნა არის ის თემა, რაშიც საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს ამ სფეროში. კერძოდ, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არსებობს ასე ვთქვათ ორი ტიპის დირექტივები. ეს არის ჰორიზონტალური დირექტივები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს და ასევე სექტორული დირექტივები. არის რამდენიმე ჰორიზონტალური დირექტივა, რომელსაც პირდაპირ შეხება აქვს ენერგეტიკის სექტორთან. მათ შორის ეს არის გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დირექტივა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დირექტივა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ დირექტივა, საზოგადოების მონაწილეობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების პროცესში დირექტივა და დირექტივა ანგარიშგების შესახებ. ეს ის დირექტივებია, რომელიც აუცილებელი ეხება, რომელიც მოხსენიებული არის ასოცირების ხელშეკრულებაში, თუ სწორად მახსოვს 25 დირექტივა, რომელიც გარემოს ეხება და 7 დირექტივა, რომელიც ენერგეტიკას ეხება, თუ სწორად მახსოვს რიცხვები. და ყველა ამ დირექტივაში მოტანილი მონაცემები არის გასათვალისწინებელი და ეს არ არის დღეს საქართველოს კანონმდებლობაში. არც ერთ ნაწილში არ ხდება. არა, გეტყვით, მადლობა. ზოგიერთი ჩემი ჩამოთვლილი დირექტივებიდან მნიშვნელოვნად შეესაბამება და საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეესაბამება ერთმანეთს. მაგალითად, გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ევროკავშირის დირექტივა პრინციპში აკმაყოფილებს მეტწილად საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა პრაქტიკა არ არის ისეთი. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა და საქართველოს კანონმდებლობა გარემოზე ზემოქმედების შესახებ არის მნიშვნელოვანი ხარვეზებია ამ მსგავსებასთან დაკავშირებით და სწორედ ერთ-ერთი ეს ხარვეზი იყო, რაც ამ დარიალი გამოიწვია. რატომღაც იქნებოდა მედიის წარმომადგენლების მიერ თუ არ ვიცი მთავრობის წარმომადგენლების მიერ ამ დარიალთან დაკავშირებით ამ დღეებში რაღაც პარალელური რეალობა, თითქოს ვიღაცამ თქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამოიწვია ეს მეწყერი და შემდეგ მიდიოდა ამისი უარყოფა, რომ არ გამოუწვევია. ცხადია არ გამოუწვევია, მაგრამ აქ არის, როდესაც გარემოზე ზემოქმედებაზე ვლაპარაკობ, აქ არის ორი ტიპის ზემოქმედება. ერთი კონკრეტულმა რაიმე პროექტმა რაზე გავლენა შეიძლება იქონიოს გარემოზე და პირიქით გარემომ რაზე გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ პროექტს. აი სწორედ ეს არ იქნა გათვალისწინებული და როდესაც დარიალ ჰესის გვირაბის პორტალი და ლარსი ჰესის თავარი ნაგებობები განლაგდა იქ, სადაც დევდორაკის მყინვარი ჩამოდის და ადრე თუ გვიან ყველა მიცოდა, რომ ეს დიდი თუ პატარა მასშტაბის ტრაგედია მოხდებოდა, შეცდომა ეს იყო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში იყო იგნორირებული ეს საფრთხეები, მათ შორის საფრთხეები, რაც ახლავს კლიმატის ცვლილებას. ჩვენ ვიცით, რომ დევდორაკის მყინვარი არის კავკასიაში ყველაზე ჰიფსომეტრიულად, ანუ ღრისდონიდან ყველაზე დაბლამყოფი მყინვარი, რომელსაც პერიოდულად ახასიათებს მოწყვეტა და ჩამოწოლა და ასეთი ტიპის მეწყერული მოვლენების კვალი ეხლაც ამჩნევია იქ. მაგალითად 1832 წელს ჩამოწვა მეწყერი და გვერდზე გავლითი გზა ეხლაც ჩანს იქ. და 7 წლის განმავლობაში იყო ჩახერგილი ეს გზა და გვერდზე გაიყვანეს გზა, რომ ვლადიკავკასა და საქართველოს შორის ყოფილიყო ეს მიმოსვლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითის შეფასება საერთოდ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში. ასევე დირექტივა ანგარიშგების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა სექტორებში რაც მოხდება, იმისი ანგარიშგება უნდა იყოს. პრაქტიკულად საქართველოს რეალობაში ანგარიშგება საერთოდ არ არსებობს. და ასე შემდეგ. საზოგადოების მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ძალიან დაბალ დონეზეა, პრაქტიკულად არანაირად არ შეესაბამება გარემოზე ევროკავშირის მოთხოვნებს და არანაირ მოთხოვნებს, მათ შორის იმ საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, რომელშიც საქართველო არის გაწევრიანებული, მაგალითად ორჰუსის კონვენციის და ორჰუსის კონვენცია არის იგივე ევროკომისიის ეკონომიკური კომისიის მრავალხრივი საერთაშორისო შეთანხმება. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ახლა რეკლამა ჩვენს გადაცემაში და რეკლამის შემდგომ სწორედ იმ მექანიზმებზე
ბატონ მურმანთან დავიწყებთ საუბარს, როგორ შეიძლება რომ ჩვენ მოვახდინოთ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა იმ დირექტივასთან და რომელი დირექტივა არის აუცილებლად სავალდებულო თქვენი აზრით და რომელი დირექტივა შეიძლება იყოს მხოლოდ სარეკომენდაციო. ახლა რეკლამა. სტუდიარე და პალიტრატივი განაგრძობს დისკუსიას, ჩვენ საუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც ენერგეტიკულ სფეროში უჩნდება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროინტეგრაციის გზაზე. დავსაუბრობთ ჩვენ სტუმრებთან, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტურად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას იმ რისკებზე, იმ საფრთხეებზე და იმ აუცილებელ ვალდებულებებზე, რომელიც ამ გზაზე საქართველოს წინაშე დგას. ბატონო მურმან, თქვენ მინდა გკითხოთ, სწორედაც იმ დირექტივების შინაარსზე, რაზეც საუბრობდა ბატონო ირაკლი გადაცემის პირველ ნაწილში, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ ეს დირექტივები და ის ვაქციოთ ნორმატიულ აქტებად ჩვენს კანონმდებლობაში. მადლობა მოწვევისათვის, მადლობა შეკითხვისათვის. მე მგონი მაყურებლისთვის კარგი იქნება, რომ თავიდან განვარტოთ თუ რა პროცესი არის საერთოდ დაახლოება ამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების არსი. ასოცირების შეთანხმებაში და მე ვილაპარაკებ მხოლოდ ენერგეტიკულ ნაწილზე, ძირითადი ენერგეტიკული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელსაც ქვეყანა იღებს, გადასული არის ენერგეტიკულ გაერთიანების შეთანხმებაზე მოლაპარაკებების რაკურსში. ანუ ასოცირების შეთანხმება თქვათ მოეწერება 27 რიცხვში, თუ მანამდე იქნა ენერგეტიკულ გაერთიანების წევრობაზე მოლაპარაკებები დამთავრდა, მაშინ იქ ავიღებთ ენერგეტიკულ ვალდებულებებს და თუ არა, ალბათ მოგვიანებით. და ძირითადი არსი ამ ვალდებულებებისა ეს არის საქართველოს ენერგეტიკული და არა მხოლოდ ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან და ევროპულ დირექტივებთან. ეხლა თუნდაც ენერგეტიკულ ნაწილში მე ჩამოგეთვლით რამდენი მიმართულება. არის დირექტივები ელექტრობის, ბუნებრივი გაზის, ნავთობის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, არის მოთხოვნები კონკურენციის, არის მოთხოვნები სტატისტიკური გამჭვირვალობის, გარემოს დაცვითი მოთხოვნები. ანუ ეს არის მთელი კომპლექსი. მე ცოტა მინდა პატარა აქცენტი შევცვალოთ ცოტათი და ვალდებულებების აღებაზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ შესაძლებლობების გამოყენებაზე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ ამ დირექტივების განხორციელება ფაქტიურად არის ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების შესაძლებლობა. ეს არის ახალი სტრუქტურების, გამჭვირვალე გასაგები პრინციპების პოლიტიკის შექმნის და განხორციელების მექანიზმების ჩამოყალიბების. ეს არის ფაქტიურად მშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებზე მივიდეთ. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი რეალობა, საკანონმდებლო, ინსტიტუციური, პროფესიული ცოდნის ძალიან შორს არის ევროპული სტანდარტებისგან, რაც უამრავ პრობლემებს იწვევს, რაც არ გვაძლევს საშუალებას გადავწყვეტოთ თუნდაც აი ეს დიდი ხნის მიმდინარე კამათი ჰიდროსადგურების გარშემო, იმიტომ რომ პროფესიული საფუძველი აკლია ხოლმე როგორც წესი ამ კამათებს და ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც კონსტრუქციული განვითარება პოვოს ამ კამათმა. სწორედ ევროკავშირის ამ დირექტივების დანერგვის არსი ჩვენთვის უნდა იყოს სწორედ აი ამ პრინციპების დანერგვა, პროფესიული განვითარება, ინსტიტუციების განვითარება, რაც შემდგომ აი ამ განვითარების საშუალებას მოგცემს და ეს ერთჯერად ვერ მოხდება, ეს ცნობილია. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებების ძირითადი საგანი არის თუ რა პერიოდში და რა სიღრმით განხორციელდება ესა თუ ის მოთხოვნა აი ამ ჩამონათვალი დირექტივებისა. და ეს სწორედ საქართველოს მთავრობამ უნდა შეაფასოს რეალური სიტუაციაში, შეაფასოს რა საშუალება ექნება აი ამ მექანიზმების, ინსტიტუციების განვითარებისა და რამდენად შეძლებს ეტაპობრივად რა პერიოდში დანერგოს ამ კანონმდებლობის. ზუსტად ეს კითხვა მქონდა ქალბატონ მარიანთან, როგორ ხედავს აი ამ დირექტივების ამოქმედებას მის ნორმატიულ აქტებად ქცევის შესაძლებლობას საქართველოს მთავრობა
რამდენად შესაძლებელია რომ ეს ყველა დირექტივა ერთბაშად მიიღოს და აქციოს უშუალოდ საკანონმდებლო ბაზისად ქვეყნის ტერიტორიაზე. Ну, ცალსახარის ის რომ ჩვენ ახლა ნოლიდან არ ვიწყებთ, ეს არ არის ასე ვთქვათ, პირველადი კანონმდებლობა ან პირველადი ნაბიჯები, რომელსაც ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სექტორი გადადგამს. ჩვენ საკმაოდ დიდი წელი გვაქვს თანხმდრისა უკვე არსებულ დირექტივებთან, იმიტომ რომ იცით რომ თუნდაც ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენ დამკვირვებლის სტატუსით ვართ 2007 წლიდან და პრაქტიკულად ყველა ის სიახლეები, რომელიც ეტაპობრივად ინერგებოდა სამართლებრივ ჩარჩოში ენერგეტიკული გაერთიანების, ჩვენ ამის მოზიარეთ ვიყავით გარკვეულწილად. მაგრამ ბუნებრივია ეს ფორმატი არის შექმნილი რაღაც გარკვეულ წინაპირობებზე. მაგალითად, ევროკავშირის რეგულაციები ევროკავშირის ბაზრისთვის არის. ვთქვათ, Energy Communities, ანუ ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ჩარჩო შექმნილი იყო ასოცირებაში ან იმ ქვეყნებისთვის, რომელიც რაღაცა პროგნოზით გაწევრიანდებოდნენ ევროკავშირში და შესაბამისად, ეხა არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ ჩვენ და არც ვთქვათ პერსპექტივაში, უახლოეს პერსპექტივაში ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ ეს არის შუალედური, კი, ბუნებრივია, ეს არის შუალედური ეტაპი და შესაბამისად ეხლა ნამდვილად ეს არ არის, ასე ვთქვათ, დირექტივები, რომლის იმპლემენტაცია ხდება 50 წელზე და 30 წელზე, საკმაოდ მოკლევადიანი და ძალიან ესეთი. მაგრამ იმ კუთხიდან რო შევხვდეთ, როგორც ბატონმა მურმანმა დასვა, რომ ეს შესაძლებლობებია უკვე, ახალი შესაძლებლობებია. კი, ბუნებრივია, ამიტომ ჩვენ რეალურად რის მცდელობა იქნება, აქ იქნება მცდელობა იმისა, რომ ერთის მხრივ ამას დაერქვას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ევროპულ ენერგეტიკული მოდელის პრინციპების დანერგვა გვინდა და მეორეს მხრივ თავის დროზეც ევროკავშირმა ეს დირექტივები თავისი ბაზრის მოწყობისთვის, თავისი კონკურენციის გაზრდისთვის, თავისი ბაზრის მოთამაშებისთვის შეიმუშავა, ესე იგი ამას ჰქონდა გარკვეული წინაპირობა და ასე ვთქვათ, არგუმენტები, რატომ უნდა ყოფილიყო ესე. ასე რომ ეს პრაქტიკულად არის გრძელვადიანი გეგმა, სამუშაო გეგმა, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით. ვადებთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დაწყებული 3 წლიდან 10 წლამდე. იმის და მიხედვით ვთქვათ, რა ეტაპზე ვიმყოფებით დღეს და რა არის რეალური ვადა იმისთვის, რომ გარკვეული დირექტივათან მიახლოება და მისი შესრულება მოხდეს. ანუ ზოგი შემთხვევა არის, რომ 3 წელზეც და ზოგის უკვე შესრულებული გვაქვს, ზოგი არის 3 წლიანი, ზოგი არის 10 წლიანი. მე მინდა ვთქვა, რომ ეს დირექტივები ჩვენ რაზეც ახლა საუბარი გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში, თუნდაც ეს სამართლებრივი ჩარჩო მოქმედებს 2026 წლამდე. უკვე დაიწყო საუბარი, რა იქნება ამისი მომავალი. შესაბამისად, ვთქვათ, ჩვენ ვიცით მომავალი 10-11 წლის განმავლობაში რა სამუშაო გეგმა იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც გაწევრიანდებით ენერგეტიკულ გაერთიანებაში, მაგრამ თუ დავრჩით ევროკავშირის, ასე ვთქვათ, ასოცირების ფორმატში, რომელიც კიდე სხვა მიმართულებას გვთავაზობთ, იქ კიდე უფრო სიღრმისეულად წავალთ ამ დირექტივის მოლაპარაკებებს, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო და ძალიან კარგი არის ესეთი კონსტრუქციული მიდგომა თვითონ ევროკავშირის მხრიდან, იმიტომ რომ იმ რეალობებს, იმ სპეციფიკას, რომელსაც საქართველოს გააჩნია, იგივე რომ არ აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირის ბაზართან, ანუ რეალურად ვერ გახდება წევრი ინტეგრირებული იმ ბაზრის, ანუ კონკურენციის იმ მასშტაბების ფორმატში იმ სარგებლიანობას შეიძლება ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც იზოლირებულ ბაზრად ვითვლებით ენერგეტიკული დეფინიციის თვალსაზრისით, ანუ ამ გამონაკლისების ფორმატში რა ტექნიკური შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს, ამის გათვალისწინების საშუალებას ნამდვილად იძლევა და ეს არ არის აპრიორი მოთხოვნა, რომ 100%-ით რაც ჩვენ დირექტივაში წერია, ესევე უნდა განახორციელოთ თქვენ, ანუ ამისი მოქნილობას ჩვენ გვაძლევენ, რომ რეალურად ის სარგებლიანობა მაქსიმალურად გამოყენებული იყოს საქართველოს რეალობისთვის. არის თუ არა ესეთი თავისუფალი ლავირების საშუალება თქვენი აზრით, რომ ედოშოთ საქართველოს მთავრობამ არ იმ თავითვე არ დაიწყოს ყველა ამ დირექტივის აღსრულება. რა თქმა უნდა, ალბათ არსებობს საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაციები იმაში არ არიან ჩართული, ესე ღრმად, რომ ყველა დეტალი იცოდნენ, მაგრამ აქ ბატონი მურმანის რაც ბრძანა ის აზრი მინდა გავაგრძელო, რომ ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ ეს ევროკავშირი არ არის რაღაცა თავმოხვეული რაღაც კაბალა, რომ ეს არის რაღაცა თამაშის წესები, თუნდაც გარემოსდაცვით ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომელიც გამოადგება საქართველოს, გამოადგება მეწარმეებს. აი, კიდევ ერთი თქვენი ნახსენები მაგალითი, რომ ყოფილიყო კარგად გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ამ დარიალ ჰესის შემთხვევაში. ხომ აიცილებდა ის ინვესტორი კომპანია ამ მატერიალურ დანაკარგებს. უბრალოდ არ დადგავდა იმ ადგილას, კონკრეტულად იმ ადგილას არ
მიუჩენდა თავის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ კვანტს, სადაც გამოდის დევდორაკის საშიში მყინვარი. ხო იქნებოდა ეს ხეირი. ახლა დავაბრალოთ ესეთი ტიპის ბენეფიტი, ანუ ხეირი ევროკავშირს თუ ჩვენ კანონმდებლობას თუ ინჟინრების გონება გახსნილობას ეს სხვადასხვა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ხეირს მიიღებს საქართველო რა. შეიძლება ძალიან ხშირად, ხალხო მარიამ, როდესაც ჩვენ გქონია ეკოლოგიის თემებზე გადაცემა, ან ისეთ პროექტებზე, რომელიც ეხება ეკოლოგიას, აქ არ არის მხოლოდ ენერგეტიკულ პროექტებზე, ხო? ყოველთვის დგება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხი და ყოველთვის პრობლემური საკითხი არის ეს თემა. თუ ნებას დამსთავთ, ერთ განყენებულ საკითხზე ვიტყვი, რომ უფრო ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის, რაზე საუბრობთ რა. წინა ხელისუფლების დროს ააშენეს თუ გახსოვთ ხიდი, დიდი ხიდი ანაკლის ფეხსავალი თუ რაღაცა, რომელიც იყო რაღაც პიარ აქცია და დიდად ამაყობდა პრეზიდენტ სააკაშვილი, იმით რომ რაღაც ძალიან დიდი ხიდი იყო. მაგრამ ის ხიდი გაკეთა ყოველგვარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე და მე ზღვამ წაიღო. ეხლა რამდენიმე დღის წინ გამოუშვა საქართველოს მთავრობამ განკარგულება, რომლითაც უფლებას აძლევს შენებელს გამარტივებული წესით, ფაქტობრივად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების გარეშე დაიწყოს ხიდის მშენებლობა. იგივე ხიდის? იგივე. ეხლა რას ნიშნავს ეს? ამბობენ, რომ რამდენჯერ უნდა დავაბიჯოთ ერთსა და იმავე რა ქვია მას, ფოცხზე თუ ფეხი საქართველოს. რამდენჯერ? ამბობენ, რომ თქვა ჭკვიანების ხვის შეცდომებზე სწავლობენ და ბრიყვებით საკუთარ შეცდომებზე. ეხლა რაღაც ისე გამოდის, რომ სანატრელი გაგვიხდა, რომ საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ეს არის პრობლემა. თორე თვითმიზანი კი არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ეს მაგალითი ახალი იყო, რაც მოიყონება მეგრე, მაგრამ ზოგადად გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის რაღაც აქილევს სისკუსლე ხო ჩვენს ენერგეტიკულ პროექტებში. მე ხა გეტყვით, რომ კარგი არის, რომ ენერგეტიკული პროექტი იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ იმან თავის თავს მოსწია ზიანი, არამედ ბუნებრივმა კატასტროფამ შეიძლება დააზიანა ის. ეხლა მე უბრალოდ არის რამოდენიმე მიმართულება, ხო? ერთი არის საკანონმდებლო სივრცე, რაზეც ბატონო ირაკლი მილაპარაკა, რომ გარკვეული დეფექტები არსებობს და მისი სრულყოფის ამოცანა დღეს დგას და დაგვეხმარება ენერგეტიკული დირექტივები და ეს ამოქმედო გეგმა, რომ რეალურად ეს მოვიდეს რაღაც სრულყოფის სტატუსამდე, მაგრამ ბუნებრივია, რომ სანამ ეს ყველაფერი არ იქნება, ჩვენ ვერ გავჩერდებით, ხო? ანუ ეტაპობრივად არის გასაკეთებელი რაღაცა ნაბიჯები გადასაქმნელი. ხა თუ ჩვენ ველოდეთ, რომ რაღაც სრულყოფილ კანონმდებლობის ძიებაში გავატარეთ 5-10 წელიწადი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გაჩერებული უნდა ვიყოთ. ეხლა დღეს რა მოთხოვნები დგას? არის კანონმდებლობა, კანონმდებლობის დარღვევა ისჯება და კანონმდებლობის ჯერუნად შესრულება კიდევ, ასე ვთქვათ, შედეგამდე მიყევხა, რომ მიიღებ ნებართვას. ის დეფექტები, რომელიც ჩვენ კანონმდებლობაში არსებობს, მაგალითად ენერგეტიკის პროექტებზე, კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, თუ ეს დარღვევები არის, ახლა მე გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ნამდვილად ექსპერტულ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ ჩვენ ძალიან მარტივად უყურებთ ამ თემას იმ თვალსაზრისით, არის გარკვეული მოთხოვნა, გამკაცრდება ეს მოთხოვნა, შესრულდება გამკაცრებული მოთხოვნა. დღეს ეს მოთხოვნა არის, სრულდება ეს მოთხოვნა. მაგრამ კარგი არის ის, რომ ძირითადად ჩვენი პროექტების, ასე ვთქვათ, განხორციელებლები და მონაწილეები, დამფინანსებლები არიან საერთაშორისო ინსტიტუციები, საერთაშორისო განვითარების ბანკები, სხვადასხვა კომპანიები, იგივე ევროპული იქნება ეს თუ აზიური კომპანია იქნება თუ ამერიკული და ბუნებრივი არის აუცილებლად ადგილობრივ კანონმდებლობასთან ერთად არის მოთხოვნა, რომ აკმაყოფილებდეს გარკვეულ რეგულაციებს, თუნდაც იმ ბანკისას, თუნდაც იმ ქვეყნისას და ასე შემდეგ. ანუ საერთაშორისო სტანდარტებზე არის როგორც წესი მოთხოვნა. და შესაბამისად, ანუ რა პრაქტიკაც არსებობს ამ გარემოსდაცვითი შემოქმედების, გარემოს ზემოქმედების და სოციალური ზემოქმედების შეფასების პრაქტიკა რაც არსებობს, შესაბამისად ეს არის გადმოტანილი ქართული რეალობაში, ქართულ პროექტებზე. იმიტომ რომ იცით, რომ ეს ბანკები აუცილებლად გაივლიან, ასე ვთქვათ, სკრინინგს იმ პროცესისას, თუ რა პროექტმა რა გაიარა, როგორ იყო ის მიღებული, დაწყებული, რამდენად ტრანსპარენტულად იყო მიღებული, ვინ არის ინვესტორი, ღირს თუ არა მასზე ნდობა, იმიტომ რომ 80%, 70% არის ბანკის სესხი და მხოლოდ 20-30% არის ხოლმე თვითონ ინვესტორის კაპიტალი ამ შემთხვევაში და რისკები საკმაოდ მაღალი არის იგივე საფინანსო ინსტიტუტებისთვის და
მოგარწმუნეთ, რომ აი ეს თამასა, ვთქვათ, როგორ შეაფასოს ინდივიდუალური პროექტი, ფული მისცეს თუ არა. ყველაზე მოტივირებული ბანკი იქნება, რომ მაქსიმალურად დაიცვას პროექტი რისკებისგან, ხო? ანუ პრაქტიკულად ეს არის მეორე საქართველოს კანონმდებლობა ერთი თემა არის, რომ უნდა დააკმაყოფილოს, რაც არის კანონმდებლობა, ამაზე არის ლაპარაკი. მეორე, ასე ვთქვათ, ეტაპი არის, რომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ის საერთაშორისო მოთხოვნები, იმიტომ რომ თვითონ ეს ბანკებს აქვს თავისთვის დაყენებული გარკვეული სტანდარტები, იმის შესაბამისობაც ისინი თვითონ ამას ასაბუთებენ. ბუნებრივად და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილება. დაფინანსდეს ესა თუ ის პროექტი თუ არ დაფინანსდეს და თქვენ თუ ასე ვთქვათ, ძირეულად ჩაყვებით ჩვენ პროექტებს ძალიან ბევრი ეტაპები გაიარა და მინდა გითხრათ, რომ რაღაც მომენტში პროექტის მომზადებას უფრო მეტი დრო ჭირდება, ვიდრე იმის მშენებლობას. იმიტომ რომ მართლაც ეს იმდენად ასე ვთქვათ კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები არის, რომ ნამდვილად რამოდენიმე წლიანი მუშაობა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაცა ეტაპზე მივიდეს ეს პროექტი, ყველა ნებართვის თვალსაზრისით იყოს ასე ვთქვათ სამუშაო ჯერ უნდა შესრულებული და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება როგორც ინვესტორის მხრიდან და ფინანსების, ასევე საფინანსო ინსტიტუტიდან. ასე რომ მარტო სახელმწიფო და მთავრობა ამ თვალსაზრისით სანებართო პოლიტიკის ნაწილში ნამდვილად არ დგას. აქ არის კიდე სხვა ინსტიტუციები გაცილებით ასე ვთქვათ უფრო გამოცდილი საერთაშორისო პრაქტიკაში და შესაბამისად მათი რისკის შეფასების ეტაპსაც გადის პროექტი ინდივიდუალურად. ჩვენ ვიცით არაერთი პროექტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული, რომელსაც ფაქტობრივად თავადვე დაარღვიეს თავისი რეგულაციები, თუნდაც ენერგეტიკის სფეროში და ეს შესწავლა, რომელსაც ახლა ბრძანებდით, ხო, არასწორად გააკეთეს. მაგალითად, ფარავან ჰესის პროექტი, რომელსაც ანუ ირაკლი თქვენი მოსაწონი საერთოდ არაფერი არ არის მემკვიდრე საერთოდ, მაგრამ არგუმენტს ვიძახი, ხო? არა, თქვენ ყველა პროექტზე, რომელზეც გადაწყვეტილება იყო ან მუშაობა დაიწყო ნებისმიერმა ბანკმა და ნებისმიერმა ინვესტორმა, თქვენი მოსაწონი პროექტი არც ერთი არ არის და შესაბამისად, ანუ ცხოვრობ ახლა არის არაკონსტრუქციული, რასაც ხო ჩემი მოსაწონი, მე ჩემ არგუმენტს ვიძახი და თუ დამასრულებინებ თუ იტყვი. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ფარავან ჰესზე მიიღო გადაწყვეტილება დაეფინანსებინა, ხოლო შემდეგ განიხილა ჩვენი საჩივარი და დაადასტურა, რომ არასწორად იყო გაცემული ეს კრედიტი. ვინაიდან ფარავან ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასება მარტო ქართულ ენაზე არსებობდა, სხვა რამეს თავად. ანუ მათ განხილვის საშუალებაც არ ჰქონდათ ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესაბამისად ბანკის იმ კლერკებმა, რომელიღაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, დაარღვიეს. დარიალ ჰესთან დაკავშირებით, როგორც თქვენს რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება კარგად არის ჩატარებული და მიიღეს გადაწყვეტილება რომ დაეფინანსებინათ ეს დარიალ ჰესს და მეორე დღეს მოხდა ეს. ანუ ბუნებამ თავად გასცა ამ ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს პასუხი. მაგიურ კავშირებზე გაქვთ. არაფერ მაგიურ კავშირებზე არ მაქვს კავშირი. ფაქტი ის მაქვს რომ ბანკების ქმედება არ მოგწონთ, მაშინ ვინ არის თქვენთვის ის ღირებული ინსტიტუცია, რომლის გადაწყვეტილებებს პატივს სცემთ და ჩათვლით, რომ ისინი კონსტრუქციულები არიან და პროფესიონალები არიან თავისი საქმის ასეულში. ეგ არის არასწორი საუბარი, რასაც თქვენ ცდილობთ რომ მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში. სამწუხაროდ თქვენი სამინისტრო ყოველთვის რაღაც არგუმენტი არ გაგაჩნიათ ხოლმე და საუბრობთ რაღაცა, აი თქვენ ხართ წრეები ეკონომიკის განვითარების მოწინააღმდეგები და შემდეგ. არგუმენტს გეუბნებით, ხო? ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება კარგად არის ჩატარებულიო დარიალზე. კარგად არის ჩატარებული, არ ნახეთ რომ ცუდად არის ჩატარებული. მორჩა, ასე რომ შეუმცდარი არავინ არ არის. არც მე არა ვარ შეუმცდარი. არც ევროკავშირის რომელიმე ექსპერტი არა შეუმცდარი და მით უმეტეს არც ბანკების ექსპერტებია შეუმცდარი, მით უმეტეს ბანკი ყოველთვის დაინტერესებულია რომ გასცეს სესხი, იმიტომ რომ იქიდან მოგებას ელოდება. ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია, რომელიც მოგებას ელოდება ამ სესხისგან და არა ეს რა ქვია, ქველმოქმედი. ბატონო მურვან, ეს რისკები ახლავს ყველა პროექტს. ბუნებრივია და იმ პროცესში, რომელშიც ახლა არის ჩართული საქართველოს, რამდენად შეიძლება რომ ჩვენ დავინახოთ ასეთი რისკების მინიმალიზების გეგმა? ინფრასტრუქტურულ პროექტების რისკების მინიმალიზების პროცედურა არის ის, რასაც ახლა იყო ლაპარაკი, ეს გარემოს დაცვით შეფასებები. გარემოს ზემოქმედების შეფასებაზე უნივერსალური ინსტრუმენტი სოფლიოს არ მოუგონია და ამის იგნორირებას ახდენს საქართველოს მთავრობა, ეგ არის და მორჩა. Ну, ალბათ იგნორირებას არ ახდენს, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა და ეს პრობლემა არის ალბათ პროფესიონალიზმი, მათ შორის იმ გეზეშეების შესრულების, იმ გადაწყვეტილებების მიღების და ასე შემდეგ. ანუ თუ პირდაპირ და მოკლედ პასუხის გაცემა გვინდა, ჩვენ უნდა გავზარდოთ პროფესიონალიზმი, უნდა გავზარდოთ გამჭვირვალობა ამავე დროს, იმისთვის რომ კონტროლი არსებობდეს გადაწყვეტილებებზე და ეს იქნება უკეთესი გარანტია, თუმცა საერთოდ გამორიცხვა იმისა, რომ რისკები არ განხორციელდება და რამე მოვლენები არ მოხდება იქ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ყოველთვის შეიძლება რაღაცა მოხდეს, რაც დააზიანებს აშენებულ ინფრასტრუქტურას.
ბატონო ეს პროცესი ბუნებრივია არის ინტერესის საგანი საზოგადოების და არის სწორედ იმიტომ რომ რამდენად მეტი სიკეთე შეიძლება მოუტანოს საზოგადოების თითოეულ წევრს აი იმ დირექტივების სწორად გააზრებამ და შესრულებამ რაც თან ახლავს ევროასოცირების პროცესს თქვენი თვალსაზრისით რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა ამ პროცესში ეს არის დაუშვათ ის რაზეც საუბრობდით ახლა გარემოზე ზემოქმედების შეფასებების მაღალკვალიფიციურობა ეს არის ანგარიშვალდებულება რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ჩართული ამ პროცესში და მეტად გქონდეს ინფორმაცია იმ ენერგეტიკულ პროცესებზე რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო თუ კიდევ სხვა რა No, I can just confirm that მე შემიძლია დავადასტურო მხოლოდ რომ ეს ჰარმონიზაციის პროცესი იქნება თანდათანობითი, ამას წლები დაჭირდება, ანუ იქნება საკმაოდ დიდი მოქნილობა, შესაძლებლობა მოქნილობისათვის რომ საქართველოს შეასრულოს ეს ვალდებულებები, ინფრასტრუქტურა აუცილებელია. მთელი ამოცანა ასოცირების ხელშეკრულებისა ენერგოთანამეგობრობის არის რომ გაუმჯობესდეს ასევე საინვესტიციო კლიმატი, გაუმჯობესდეს საკანონმდებლო სტაბილურობა, გახდეს ქვეყანა უფრო მიმზიდველი ინვესტორისათვის, როდესაც ჩვენ საუბრობთ გარემოს დაცვით ასპექტზე, მე ვიტყოდი, რომ გარემოს დაცვის კანონის ზემოქმედების შეფასებაზე შეიძლება გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, ამისთვის პროცესში, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კონსულტაციებისა, საზოგადოების კონსულტაციებისა ცოტა დაგვიანებით ხდება, მე მგონი შეიძლება მოხდეს ის, რომ უფრო ადრე ეტაპზე მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა, საზოგადოებრივი კონსულტაციების დაწყება, პროცესის უფრო ადრინდელ ეტაპზე მოხდეს და როდესაც ჩვენ საუბრობთ, ასე ვთქვათ, კონკრეტულ ინვესტიციის პროექტზე, ამ პროექტის ზეგავლენაზე, გარემოზე, ვთქვათ, კაშხალზე ან რამე ჰიდროელექტროსადგურის ზეგავლენაზე, ალბათ მნიშვნელოვანია შევხედოთ საერთო სტრატეგიულ გარემოს შეფასებას. იმიტომ რომ საქართველოს უნდა გაითვალისწინოს ყველა არა მხოლოდ ერთი პროექტი, არამედ ყველა ჰიდროელექტროსადგური მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ რა იქნება სარგებელი მოქალაქეებისათვის, იგივე ვთქვათ, გადასახლებთან დაკავშირებით, რომელიც შედის ბიუჯეტში, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით რა სარგებელს მოიტანს ეს ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე განიხილოს რა ალტერნატივებია შეიძლება აუცილებელი არ არის მაგალითად ახალი ელექტროსადგურის აშენება, როცა შეიძლება აღდგეს ძველი მაგალითად ენგურის. ან შეიძლება არის სხვა ალტერნატივა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყარო, იქნება ეს ქარის თუ ბიომასის ან რამე სხვა. მთელი ეს სამუშაო უნდა განხორციელდეს ისე როგორც ეს ხორციელდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. საქართველოსაც შეუძლია ესეთი ზოგადი სტრატეგიული გარემოს დაცვითი, გარემოს შემოქმედების შეფასება, რაც გულისხმობს ანიშნავს, რომ ერთი კაშხლის გაჩერებით არ უნდა გაჩერდეს, თქვათ, შეფასება, ეს მონიტორინგი გარემოზე უნდა გაგრძელდეს მშენებლობის დასრულების მერეც. მე მგონი პოტენციალი და შესაძლებლობები იქ არის, კანონმდებლობა შეიძლება გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, და მე ვფიქრობ აქტიური როლი სამოქალაქო საზოგადოებიდან მე ვთვლი, რომ მთავრობა მზად არის ამისთვის, მთავრობა ღია ამისთვის. მე ვთვლი, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს უფრო სტრატეგიული, უფრო ყოვლისმომცველი მიდგომა ენერგეტიკული სფეროს მიმართ, ენერგეტიკული სფეროს განვითარების მიმართ და რომ ჩაერთოს ის მთლიანობაში უფრო კარგად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმაში, მოგახსენებათ არის წინასწარი სტრატეგია 2020 წლამდე და კარგი იქნება სწორედ ეს ყველაფერი, ყველა ეს ასპექტი, მათ შორის გარემოს დაცვითი ასპექტი, უფრო გლობალურად განვიხილოთ ამ საერთო კონტექსტში. Aspects including environmental one on a more global scale. დიდი მადლობა. ახლა თანდათანობით ჩვენი დისკუსიაც დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობით მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კოლეგამ ნინო გელაშვილმა მოამზადა, ისე რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე არის
და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ დირექტივებისა, რომლის შემუშავება, უბრალოდ რომლის გათვალისწინება, გააზრება და საკანონმდებლობაზე ქცევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ზღვის დონის აწევა, გახშირებული ქარიშხლები, გვალვები, წყალდიდობები, მეცნიერები ამ მოვლენებს გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებებს მიაწერენ. მიზეზი გლობალური დათბობის არის ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიების და სათბურის გაზი ნახშირორჟანგი, მთავარი სათბურის გაზი გამოიყოფა წიაღისეული საწვავის მიერ. წიაღისეული საწვავია ბუნებრივი გაზი, ნავთობპროდუქტები, ქვანახშირი და ამ შემდეგ. ცხადია, თქვენ რაც ნაკლებ ქვანახშირს და სხვა ბუნებრივი წიაღისეულ საწვავს მოიხმართ, ნაკლები ემისიები იქნება. ამიტომ სოფლიო მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ წიაღისეული საწვავი ჩაანაცვლოს განახლებადი ენერგიებით. განახლებადი ენერგია ითვლება ენერგია, რომლის მიღებაც შესაძლებელია მუდმივად განახლებადი წყაროებიდან, ბუნებრივი რესურსებიდან, ასეთია მზე, ქარი, წყალი, ბიომასა და სხვა. საქართველო ამ მხრივ მდიდარი არის, თქვენ მოგესალმებათ ჰიდრორესურსით და ხშირად მხოლოდ აქცენტი ჰიდრორესურსზე კეთდება, მაშინ როდესაც არანაკლები ენერგია გვაქვს ჩვენ ქარის და შორეულ პერსპექტივაში კიდევ მზის ენერგია. მზის ენერგია უბრალოდ ძალიან ძვირიჭდება და ამ ეტაპზე მისი ათვისება ეკონომიკურად არ არის გამართლებული, მაგრამ მომავალში ძალიან დიდი პერსპექტივები არსებობს. ენერგოეფექტურობის ცენტრში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი გათვლების გარეშე ქარის ენერგიის გამოყენება რისკებთან არის დაკავშირებული. ვერავინ ვერ იტყვის გორში ახლა ქარის სადგური რომ შენდება, რომელ წამს შეიძლება შეწყდეს ქარი, ან შეიცვალოს მიმართულება, ან შეიძლება შეიცვალოს სიჩქარე და სიმძლავრე, ამიტომ და ამ დროს სისტემაში მაღალი ძაბვის ქსელებში უნდა იყოს ეს ყველაფერი თანაბრად. რაღაც ფაქტიურად მყისიერად დროის გარეშე ქარი თუ გორში შეწყდა, რაღაც სხვა სადგურმა უნდა მიაწოდოს ქსელს ენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკური, ასე ვთქვათ, ავარიები, რაც სერიოზულ ზარალთან, როგორც ქსელის, ასევე მოსახლეობის შეიძლება იყოს დაკავშირებული. ასევე სარეზერვო გარანტიებს საჭიროებს მზის ელექტროსადგური. როგორც მზის, ასევე ქარის რესურსის გამოყენება ძვირიჭდება, რაც პირდაპირ აისახება ტარიფებზე. მას შეიძლება ქონდეს საკმაოდ მტკივნეული სოციალური ეფექტი, ანუ ტარიფების მომატება შეიძლება გამოიწვიოს. თუ ეს არ მოხდა, ისე ვამბობ, კარგად გააზრებული, თანმიმდევრული, გრძელვადიანი გეგმით. და ასეც რომ მოხდეს, მაინც გამოიწვევს ტარიფების და უბრალოდ ნაკლებად მტკივნეული რომ იყოს, აი ეგ უნდა დაიგეგმოს და ნაკლებად მტკივნეული როგორც სოციალურად, ასევე ენერგეტიკული საიმედოობის თვალსაზრისით. ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე არსებული ინფორმაციით, სამინისტრომ საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდთან ერთად ახალი 20 მეგავატიანი ქარის სადგურების მშენებლობა დაიწყო. გორის მიმდებარედ უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გამზომველი აპარატურა. ქარის ელექტროსადგური ქართლი პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. დიდი მადლობა. გადაცემის ბოლოს ესეთი შეკითხვა მექნება თქვენთან ალბათ მარიამ. აი რა იქნება ის პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმა ევროასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მოუწევს საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის სფეროში. მე ვიტყოდი რომ ანუ ეს ნაბიჯები იზოლირებულად მარტო ენერგეტიკისთვის არ არის. მე როგორც გითხარით, არის გარკვეული სამოქმედო გეგმა დროში გაწერილი, თუ რა მიმართულებით დავიწყებთ ჩვენ მუშაობას. აქ ასევე ბატონო მურმანმა ახსენა, რომ ეს არის რამოდენიმე მიმართულება, მაგრამ პირველი ჩვენ რაც დღის წესრიგში გვიდგას და ეს მივხვდეთ იმის ასოცირებაში ხელი ეწერება თუ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შევდივართ, ეს არის ახალი ბაზრის მოდელის შექმნა. ანუ თქვენ იცით რომ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ რეალურად ვართ საკმაოდ პატარა ბაზარი, იქ მოქნილობა და ინტერესი ვთქვათ ინვესტიციების ჩადებისა საკმაოდ პატარა დაბალი არის და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა ცდილობს რაღაც დიდ ბაზართან ასოცირებული იყოს. შესაბამისად ეს ბაზარი არის ჩვენთვის ენერგეტიკული თვალსაზრისით თურქეთი და შემდეგ ასე ვთქვათ გაფართოებული ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით. ამიტომ პირველი ეხა ასე ვთქვათ ძალიან აქტუალური არის თემა თვითონ აი ამ ბაზრის მასშტაბების გაზრდის, როდესაც
უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დიდ ბაზარზე უფრო ეფექტური, ასე ვთქვათ, ქმედებების განხორციელების, უფრო დიდი დაინტერესების, იმიტომ რომ ბუნებრივია არც ერთი ინვესტორი არ იქნება დაინტერესებული ისეთი პატარა ბაზრით, სადაც ფიზიკურად პროდუქციის გაყიდვის საშუალება არ ექნება. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ მიმართულება ნამდვილად იქნება დიდი ბაზრის შექმნისკენ, რაც ავტომატურად ნიშნავს უფრო მეტი მოთამაშის გაჩენას ბაზარზე. მეტი მოთამაშე ბუნებრივია ნიშნავს, რომ უფრო მაღალი კონკურენციის ხარისხი იქნება და ამ რამოდენიმე ერთი თვის წინ თვენახევრის წინ იყო მიღებული ახალი კანონი კონკურენციის შესახებ და შესაბამისად სააგენტო იქნება შექმნილი, რომელიც ბაზირებული არის იმ პრინციპებზე, რაც არის კონკურენციის კანონში და დირექტივებში გათვალისწინებული ევროკავშირის. და ბუნებრივი არის მისი რეპლიკაცია მოხდება ჩვენი ბაზრის, ანუ ენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაზეც და აი სწორედ აი ამ თვალსაზრისით ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაღალი კონკურენცია ნიშნავს იმას, რომ უფრო ჯანსაღი თამაშის წესები გაჩნდება ბაზარზე და უფრო მეტად დაცული იქნება ამ შემთხვევაში მოსახლეობა და მოსახლეობის ინტერესი. ბატონო, თქვენ რა მიგაჩნიათ, რომ რა შეიძლება იყოს პირველი და აუცილებელი ნაბიჯი? ბევრი პირველი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და უპირველეს ყოვლისა დასაფიქრებელი ვართ, რომელი მიმართულება ავირჩიოთ პრიორიტეტად. ანუ უნდა როგორც ბატონმა ბორისმა ბრძანა, უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეზეში, ოღონდ მანამდე არის შესამუშავებელი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ეტაპებს, ასე შემდეგ. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ ნელა ვითარდება პროცესი. ჩვენ ვართ ჩართული გარკვეულწილად და ვამზადებთ ენერგეტიკის მოდელს, მარკალის მოდელი არის, რომელშიც არის ათასობით პარამეტრი და რომელიც ძალიან რთულია და ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პროფესიულად რამდენად გჭირდება განვითარება. და სამინისტრო ამაზე მუშაობს, ოღონდ ეს გარკვეულწილად დროს მოითხოვს. არის ასევე სხვა მიმართულებებით მუშაობა საჭირო, მათ შორის ენერგოეფექტურობის, მათ შორის განახლებადი ენერგიის, ასე შემდეგ. ყველა ალტერნატივა უნდა იქნას ერთმანეთთან შეწონილი და შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამაში. და არ არის განვითარება მხოლოდ კონცენტრირებული რომელიღაც ერთ უწყებაში. თუ არ არის პოლიტიკური მოთხოვნა და დაკვეთა საზოგადოებისგან, მაშინ არ არის საკმარისი სტიმული იმისთვის, რომ განვითარება მოხდეს. ამიტომ ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა გადავთვალოთ. დიდი მადლობა. თქვენი აზრით, ბატონო ირაკლი, ეს რა შეიძლება იყოს აუცილებელი პირველი ნაბიჯი? აუცილებელი პირველი ნაბიჯი, რაც უნდა ყოფილიყო, ეს სხვათა შორის იყო ჩადებული დღევანდელი მმართველი პარტიის სამოქმედო გეგმაში და როდესაც პირველად დამტკიცდა მთავრობა, იქ იყო აღნიშნული, რომ მთავრობა პირველ რიგში გააკეთებდა ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კანონმდებლობის შესაბამის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. თუმცა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და ახალი მთავრობა მოვიდა, ეს პუნქტები ამოიღეს მთავრობის პროგრამიდან. არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, მე იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ეს თემა ისევ აქტუალური გახდება და ჩვენ რასაც ვითხოვთ და რასაც ვსაუბრობთ, აი ყველაფერი არის აბსოლუტურად შესაბამისი იმისა, რასაც ითხოვს ევროკავშირის დირექტივები, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივა, წყლის ჩარჩოს დირექტივა და ჰაბიტატების დირექტივა. იმის გამო, რომ არც ერთი პროექტი ამ დირექტივებს არ შეესაბამება, რაღაც საყდრს გვეუბნებიან ხოლმე, რომ არც ერთი პროექტი არ მოგწონს. ბუნებრივია არ მოგწონს, იმიტომ რომ პრინციპული რაღაცეებია დარღვეული. იმედი გვაქვს, რომ ალბათ კანონმდებლობის სრულყოფაც ამ ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ, ხელმოწერის და შემდგომ ამოქმედების შემდგომ, ალბათ ასეთ კითხვებს მოხსნის, რომ არავის არაფერი არ მოწონს და იქნება რაღაც თვალსაზრისით გარკვეული თანხმობა იმისა, რომ ყველა ენერგეტიკული ან ნებისმიერი სხვა პროექტი, რომელიც ეკონომიკური პროექტი, რომელიც საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებას წაადგება, გარკვეულწილად კონსენსუსით იქნება მიღწეული. დიდი მადლობა მურმან მარგველაშვილს, მარიამ ვალიშვილს, ბორის იაროშევიჩს და ირაკლი მაჭარაშვილს დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი დისკუსია ითვალისწინებს უფრო მეტად საუბარს და ახსნას იმისა, თუ რას გულისხმობს ასოცირების ხელშეკრულება. ამდენად შეიძლება ასე დისკუსიებს ნაკლებად ახლავს სიმწვავეები, მაგრამ დღეს მაინც იყო გარკვეული ცდელობა გამწვავებისა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი
ინფორმაცია შეიტყვეთ და ასევე უფრო მეტი ინტერესი გაგიჩნდათ, რომ გაეცნოთ ევროპასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექსტს და გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები, მოგწეროთ ვებგვერდზე www.studio.org, რომ და ჩვენ აუცილებლად უკვე ხელმოწერის შემდგომაც დაუბრუნდებით ამ საკითხებს და კიდევ ერთხელ და რამდენიმეჯერაც თქვენთან ერთად და თქვენი მოსაზრებების კვალობაზე დღევანდელ ჩვენ სტუმრებსაც მოვიწვევთ სტუდიაში და ერთად გავარჩევთ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრაზე.